ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ნიკა მელია პარლამენტთან მივიდა, სამართალდამცავებს მიმართა და მოუწოდა აეხსნათ, რატომ არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს კაროებში შესვლის საშუალებას. პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დააკავა ნაციონალური მოძრაობის წევრები და ახალი საქართველოს წევრი გიორგი ხაბურძანია. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილეს. არეულობა ქაშვეთის ეკლესიასთან დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროს სამართალდამცველების მანქანებში დაეძებდა. სამართალდამცავებმა პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცეს, მოცილებულიყვნენ ავტომობილებს, თუმცა პარტიის წევრებმა პოლიციის გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. პარლამენტთან აღარ დგას აღარც კაროები, მათი დემონტაჟი პოლიციამ მოახდინა. ეს ადამიანები არ გიყოფნით იმისი ვაჟკაცობა, რომ გადმოვიდნენ. გააგეთ ბატონო ჩემო, რატო არა? ჩვენი ინფორმაციით არის აგზის მინისტრის მოადგილე და ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ერთ-ერთი დეპარტამენტი, რატო აი ხალხო მარტივად გეკითხებით რა. რიტორიკულ კითხვას ვამ. ხალხის სამსახურში მდგომი პოლიცია და პოლიციის მაღალჩინოსანი რატომ არის ჩაბურულ შუშებში გამოკეტილი ეხლა ზედ რუსთაველზე. ვერ დაამარცხეთ ვერც ბატონმა ჩალიკაშვილს და ვერც ბატონ სარაჯეს. არ დაგაჩაგრინებთ თქვენ ამ ადამიანს. საღამოს ალბათ დააჭერიებენ, დაიჭირეს უკვე არაერთი უკანონოდ ბატონი სარაჯესა და მაჩალიკაშვილის გვერდში მდგომი ხალხი წავლენ ეხლა საღამოს ან სახინკლეში ან სამწვადეს ამ წვას შეჭამენ.